გამარჯობა, მე ზურაბ ღამბაშიძე ვარ. ქართულ ხალხურ საკრავებს ვამზადებ. რამოდენიმეჯერ იყო რომ რაღაცაზე საგანზე ვფიქრობ დავასკვენი და ან რამოდენიმე დღეში, ან მალევე სხვა ზუსტად იგივე რამ სხვისგან ზუსტად იგივე რამ გავიგე. რა თქმა უნდა, სიტყვით ისევე არ ვთქვამთ, მაგრამ იგივე აზრი იყო. მაგალითად, ქართულ ენაზე რომ ვისაუბრე, იქ ვამბობ, რომ ენა აზროვნების გადმოცემის საშუალებაა. აზროვნების კი არა, ნააზრევის, მაგრამ ამას ახლა ასეთი მნიშვნელობა არ აქვს. ადამიანი სამყაროსო აკვირდება და შემდეგ სხვას ხომ უნდა აუხსნას, რა დაინახა, რა შეიმეცნა. მარტივად რომ ვთქვათ, ერი თავის ნააზრევს ენით გადმოსცემს, ხო? როგორც აღიქვამს სამყაროს, თავისი ენით გადმოსცემს. ყველა ერს თავისებური მეტყველება აქვს, თავისი ენა აქვს. და მსგავსი რამ დღეს მოვისმინე. თან საქმიანობდი, თან YouTube-ში რაღაც გადაცემას უსმენდი. სულ სხვა საკითხზე იყო, მაგრამ ასეთი რამ თქვა იმ პიროვნებამ, რომ თუ გინდა ერი გადააგვარო, ენა უნდა დაავიწყო. და მსგავსი რამ თქვა, რომ ენა ერის აზროვნებას გადმოსცემს, ასე რომ დაახლოებით რომ თქვა. ახლა ხანს იყო ხომ ის გადაცემა, დაახლოებით 1 თვის წინ. და ასე მსგავსი რაღაც სხვისგანაც მოვისმინე. ეს ერთი ის, რომ ჩემ ნააზრევს, სხვისი ნააზრევიც ემთხვევა და მეორე საპირისპირო, რომ ვიტყვი, არა, სამყარო მეუბნება, აი თუ არა და რას გულისხმობ ახლა ამაში, აი თუ არა, რა არის. შეწირულ ფანდურზე რომ გითხარით, არც შემხვედრია რომ ცაცია ფანდური და არც ვინმესთან წამიკითხავს, რომ ზოგადად საკრავი ცაციასთვის კეთდებოდა. გუშინ წინ პიროვნებამ ჩონგური მომიტანა. ყურები არ აქვს და სიმები ჭირდებაო, მითხრა. კი ბატონო, მოიტანა, მეთქი გავაკეთებ. მოიტანა და ვათვალიერებ ჩონგურს. ჩვეულებრივი ხალხური ჩონგურია, დავინახე ძილის ყურისთვის საჩხირია, გვერდებზე ხვრელებია, 3 ერთ მხარეს, 3 მეორე მხარეს. ამაზე მოგვიანებით გეტყვით, ჩვეულებრივი ჩონგურია. ამ თვალიერებაში არც მიმიქცევია ყურადღება, ვერ შემომჩინე, მაგრამ უცბად დავინახე, რომ ზიკიპინტი, ასე თქვა, შეცდომით არის ჩასმული. ზევით არის, რომ გაჩვენო. ჩვეულებრივ ჩონგური რო გვიჭირავს, მარჯვენა ხელით რითმს უკრავთ, მარცხენით აკორდებს ვიღებთ. ზილი უნდა იყოს პირველ და მეორე სიმს შორის. აქ კი მეორე მესამე სიმებს შორის უწევს. რო დავინახე, ცაციასთვის ხომ არ არის მეთქი ეს ჩონგური. მართლაც ცაციამ რო დაიჭიროს, ჩვეულებრივ პირველ მეორე სიმებს შორის მოუწევს ზილის სიმი. ასე კი პირიქით არის, ხომ ზიკიპინტი. ზიკიპინტი გონებ ეს არის. სულხან-საბა ორმელიანი წერს, რომ ზიკიპინტი სიმის პატარა ჯორი ზილისა. სულხან-საბას დროს სხვანაირი ჩონგური თუ იყო, მაგალითად პირზე თუ იდგმებოდა ცალკე სხვა ჯორაკი ზილის სიმისთვის არ ვიცით, მაგრამ დღეს რაც გვაქვს, ეს არის ის პატარა ჯორი. ალბათ ეს არის ის ზიკიპინტი. მეორე უცნაურობა რა არის კიდევ? აქ ალბათ ხედავთ ჭრილს. ჭდედან სიმი რო გადმოვიდეს ამ ყურზე, ზუსტად ესე მოყვება ეს ჭრილიც. ალბათ ოსტატმა რაღაც მაგალითად დანით ჩაჭრა, რომ სიმი არ გადახდეს ესე თავზე. ამ ჭრილის მიხედვით ჩვეულებრივ ჩონგურია, ზიკიპინტის მიხედვით კი ცაციასთვის გაკეთებული ჩონგური. რა თქმა უნდა, მანაც არ იცი, სატო არის ესე უცნაურად ზიკიპინტი. მე ამ ჩონგურსო გავაკეთებ. ზიკიპინტს ქვევით გადმოვიტანო, ჩვეულებრივ პირველ მეორე სიმებს შორის ჩადგეს ზილის სიმი. მაგრამ კიდევ სხვა რაღაც გაკეთება სჭირდება ამ ჩონგურს და მაგალითად ყუა ალბათ კარგად ჩანს, რომ ძალიან ჩავარდნილია. სიმები რო აუბათ და ყუასთან რამ სიმაღლეზეც უნდა იყოს ის სიმი.
ჯორაკი დაახლოებით 2-3 მმ-ის სიმაღლის მოუწევს. ანუ ფაქტიურად არ არის ხო ჯორაკი. პირი უნდა აუხსნა ბუდედანაც ეს ტარის ყუნწი ამოვიღო და ასე რომ გაჩვენოთ ტარი დაბლა უნდა დავწიო რომ მაღალი ჯორაკი გაკეთდეს. მე რა თქმა უნდა პირსაც დავაწებებ. პირი ჩვეულებრივ ტრადიციულად როგორც კეთდებოდა შუაში წიწვოვანი არის აქეთ იქიდან ნახევარ მთვარე ასე აღწერეს ეს ორი ნაწილი მიწებებული. მე რაც ვიცი თუთის ტყეში წებდებოდა ეს კი კაკალი არის. ეს ჩონგური 21 საუკუნეში თუ არა მე-20 საუკუნეში მაინც არის გათლილი და რატომ? მუცელი პავლონიაა გამოთლილი. საგულეს ტრადიციული ოსტატი როგორც აკეთებს თვითონ ისეთივე საგული თავისებური საგულე არის. მაგრამ რატომ ეს ხვრელები სამი ერთ მხარეს სამი მეორე მხარეს გვერდებზე გონი შილაკაძესთანაც წერია რომ ჩონგურზე ეს ხვრელებიც კეთდებოდაო და წლების წინ გადაცემა ნახე გვარად როგორც მახსოვს ურუშაძე იყო ის კაცი სახელი არ მახსოვს ჩონგურზე საუბრობს და ამბობს რომ ასე კეთდებოდა სამი ხვრელი გონი 5 მმ-ის დიამეტრის ხვრელები იყოვო აღარ მახსოვს ზომა ზუსტად ეს ალბათ 3 მმ-ია დაახლოებით ამას არცერთი მნიშვნელობა არ აქვს 3 მმ 4 თუ 5 მმ იქნება ეს ხვრელები მაგრამ განსხვავება ეს არის სხვა საკრავების გარო ასე გვერდებზე კეთდება ხვრელები სამი ერთ მხარეს სამი მეორე მხარეს და რატომ ეს მომკითხა რატომ არის ეს ხვრელები არ ვიცი მეთქი მაგრამ ეს ზუსტად არ ვიცი ჩემ აზრს გეუბნებით რატომ გონია ეს მიზეზი რა არის ამისი რომ ამ აზრს ბევრი მომედავება მაგრამ ჩემის აზრით ჩონგური თვითონ საკრავი და სახელი დასავლეთ საქართველოში თურქების ბატონობის დროს შემოვიდა და დარჩა აღმოსავლეთ საქართველოში კი მხოლოდ სახელი დარჩა მაგალითად ფანდური სამსიმიანი საკრავი ხომ რაც ვიცით აღმოსავლეთ საქართველოს ბარში გლეხსო აჩვენა იტყვის ეს ჩონგურია თაში გლეხი იტყვის ეს ფანდურია რატომ რომ თაში მომხდურთა გავლენამ ვერ აღწია და ამას რით ვასკვნი შილაკაძეს მაგალითად შილაკაძეს უწერია ჯავახიშვილთანაც წერია ალბათ მაგრამ შილაკაძესთან მახსოვს რომ ასეთი რამ წერია გლეხები ყველა ერთხმად აღიარებს რომ ჩონგური უფრო გვიანდელი სახელია ამ საკრავს მანამდე ფანდური ერქვა და ჩონგურს ახლა ვეძახითო ანუ გვიან შემოვიდა ჩონგური სახელი საკრავის ამ საკრავის სახელად გვიან შემოვიდა ჩონგური და რაკი იმ გავლენამ თაში ვეღარ აღწია თაში ფანდურს უწოდებენ ბარში ჩონგურს და ჩანგურსაც ქიზიყში ჩანგურს უწოდებენო დასავლეთ საქართველოში კი წეგარ როგორც გითხარით თვითონ საკრავიც შემოვიდა და სახელიც მაგრამ დღეს ჩონგური ქართული ხალხური საკრავია გახალხურდა ეს საკრავი ამაზეც ალბათ მომედავებიან რომ ზოგი იკითხავს როგორ თუ გახალხურდა ასევე გახალხურდა მაგალითად გიტარა მექსიკაში ესპანელებმა შეიტანეს თავიანთი გიტარა და დღეს მექსიკაში ეროვნული საკრავია გიტარა ასეთივე ეროვნული ქართული ხალხური იქნა ეროვნული ვთქვათ ქართული ხალხური საკრავია დღეს ჩონგური და საიდან ეს ხვრელები გვერდზე ალბათ იმ რომ შემოიტანეს ჩონგური იმ ჩონგურს ჰქონდა ესე ხვრელები და რატომ გონია საზი რა მე რაც მახსოვს საზ პირზე არც ერთი ხვრელი არ აქვს საერთოდ და უკანა აქვს ალბათ 40 მმ-ის დიამეტრის ერთი ხვრელი მაგრამ ალბათ იმ დროს ჩონგურს რომელიც დასავლეთ საქართველოში შემოვიდა ასე გვერდებზე ჰქონდა სამი ხვრელი ერთ მხარეს სამი ხვრელი მეორე მხარეს გლეხებმა ეს ხვრელების დატოვეს და მანამდე რასაკრავიც იყო ალბათ ტრადიციულად ესე საგულე კეთდებოდა ეს ხვრელების დატოვეს და საგულეს გააკეთეს ამიტომ დარჩა ასე დღეს კი ჩვეულებრივ ეს გვერდებზე ხვრელებს არ აკეთებენ მაგრამ ამ ოსტატმა ასე გააკეთა გვერდებზეც არის ხვრელები და საგულეც არის ჩვეულებრივ
ასეთია ეს ჩოგური. რო დავასრულებ, ალბათ თქვენს მოგასმენებთ, როგორი ხმა აქვს. დღეს კი დაგემშვიდობებით. მომავალ შეხვედრამდე.